დაბადება. თავი მე-11. ერთი ბაგე და ერთი ენა ჰქონდა მთელ ქვეყანას. აღმოსავლეთიდან რომ დაიძრნენ, შინყარის ქვეყანაში ჰპოვეს ველი და იქ დამკვიდრდნენ. უთხრეს ერთმანეთს, მოდი გავაკეთოთ აგური და გამოვწვათ ცეცხლში და ჰქონდათ ქვის ნაცვლად აგური, ხოლო კირის ნაცვლად ფისი. თქვეს, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თხემით ცას მისწვდება და ასე შევიქმნით სახელს, თორემ გავიფანტებით დედამიწის ზურგზე. და ჩამოვიდა უფალი ზეციდან, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენებდნენ კაც და ძენი. თქვა უფალმა, აჰა, ერთი ხალხია ეს და ყველას ერთი ენა აქვს. აირის იკეთება წამოიწყეს. ამიერიდან აღარაფერი იქნება მათთვის მიუღწეველი, რასაც განიზრახავენ. დაბლა ჩავიდეთ და ავურიოთ ენა, რომ ვეღარაფერი გააგებინონ ერთმანეთს. და გაფანტა უფალმა ისინი იქიდან, დედამიწის მთელ ზედაპირზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქის შენება. ამიტომ დაერქვა ბაბილონი, რადგან იქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და იქიდან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის მთელ ზედაპირზე. ეს არის სემის შთამომავლობა. 100 წლის იყო სემი, როცა შვა არფაქშადი, წარღვნიდან 2 წლის შემდეგ. იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადების შემდეგ 500 წელი და შვა ძენი დაასულნი. 35 წლის იყო არფაქშადი, როცა შელახი შეეძინა. იცოცხლა არფაქშადმა შელახის დაბადების შემდეგ 403 წელიწადი და შვა ძენი დაასულნი. 30 წლის იყო შელახი, როცა ყებერი შეეძინა. იცოცხლა შელახმა ყებერის დაბადების შემდეგ 403 წელი და შვა ძენი დაასულნი. 34 წლის იყო ყებერი, როცა ფელეგი შეეძინა. იცოცხლა ყებერმა ფელეგის დაბადების შემდეგ 430 წელი და შვა ძენი დაასულნი. 30 წლის იყო ფელეგი, როცა რეღუ შეეძინა. იცოცხლა ფელეგმა რეღუს დაბადების შემდეგ 209 წელი და შვა ძენი დაასულნი. 32 წლის იყო რეღუ, როცა სერუგი შეეძინა. იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ 207 წელი და შვა ძენი დაასულნი. 30 წლის იყო სერუგი, როცა ნახორი შეეძინა. იცოცხლა სერუგმა ნახორის დაბადების შემდეგ 200 წელი და შვა ძენი დაასულნი. 29 წლის იყო ნახორი, როცა თერახი შეეძინა. იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ 119 წელი და შვა ძენი დაასულნი. იცოცხლა თერახმა 70 წელი და შვა აბრამი, ნახორი და ხარანი. ეს არის თერახის შთამომავლობა და შვა თერახმა აბრამი, ნახორი და ხარანი. ხარანს შეეძინა ლოტი. ხარანი მამამისის, თერახის სიცოცხლეშივე გარდაიცვალა, ქალდეველთა ურში, თავის სამშობლოში. ცოლები შეირთეს აბრამმა და ნახორმა. აბრამის ცოლს ერქვა სარაი, ხოლო ნახორის ცოლს მილქა, ხარანის ასული, რომელიც მილქასა და ისქას მამა იყო. და იყო სარაი ბერწი, შვილი არ უჩნდებოდა. წაიყვანა თერახმა აბრამი, თავისი ძე, ლოტი, ხარანის ძე, თავისი შვილიშვილი, სარაი, თავისი რძალი, აბრამის ცოლი და მათთან ერთად წავიდა ქალდეველთა ურიდან, ქანაანის ქვეყანაში. მივიდნენ ხარანამდე და იქ დამკვიდრდნენ. და იყო თერახის სიცოცხლის დღენი 205 წელი და გარდაიცვალა თერახი ხარანში.